ხედავ კი არა. გამოდი. ტექნიკაზე. უნდა ჩაიყვანონ კუთხის და მაქსიმალურად რაც იქნება შესაძლებელი ყველანაირად როჩ დაგიდგებით დაგეხმარებით. შევაფიცი, როგორ უნდა აღდგეს, რანაირად უნდა აღდგეს, ამ ყოველთვის თქვენთან ერთად გავიდით და აუცილებლად უზრუნველყოთ მაგას. შეგვიძლია რომ სასტუმროშიც გადაგიყვანოთ, ან ქირით გადაგიყვანოთ. დაგეხმარებით ამის აღდგენაში აუცილებლად ჩვენთვის ამის რაც დაიგრა, დაშავდა ამის აღდგენაში დაგეხმარებით აუცილებლად. მოვინახულეთ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი. მათ გავაცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ყველანაირად დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და ვისაც დაენგრა საცხოვრებელი სახლი, აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი შესაბამისი საცხოვრისებით, ხოლო დაზიანებულ სახურავებს სახელმწიფო აღადგენს სრულად. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი სტატისტიკა და ციფრები, თუ რამდენი ოჯახი არის სტიქიის შედეგად დაზარალებული და ვის რა დოზით და ფორმით მიაყენა ამ სტიქიამ ზიანი. მოსახლეობას გავაცანით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აღწერს იმ სტიქიიდან მიყენებულ ზარალს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიადგა. ჩვენ ვხედავთ, რომ დაინგრა სახლები, ძალიან ბევრ ლოკაციაზე ასევე სახურავები დაზიანდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას მთავრობა პირველი წუთებიდანვე გვერდში ედგა და აღნიშნულ სახლებს აუცილებლად მთავრობა აღადგენს და იმ სახლებს, რომლებსაც მხოლოდ სახურავი აქვს დაზიანებული, დაიხმარება სახურავის აღდგენაში. პირველივე დღეს ამოვიდნენ ტრაქტორით, ყველაფერი აი ეს ხედავთ და დამეხმარენ ძალიან. გზა გამომიყვანეს და რა შეიძლებოდა ინვენტარის გადარჩენა, მეზობელთან გადავიტანე, გადავაჩინე რაც არა, გაფუჭდა. თქმა უნდა მადლიერი ვარ, გამცესხით უნდა გამეკეთებია და ვალებით და არ ვიცი. სხვა შემოსავალი პენსია მაქვს, მეტი არაფერი. პენსიონერი ვარ. ომის ვეტერანი ვარ და რა ვიცი. თუ დახმარება, იმედი მაქვს დახმარება იქნება. როგორც პრემიერმა ბრძანა და ნახოთ ყველაფერი.